აჭარის მთავრობის მიერ მომზადებული 2014 წლის ბიუჯეტის კანონპროექტს ნაციონალური მოძრაობის ოფისში გამოეხმაურნენ. პოლიტიკური უმცირესობის წარმომადგენლები თვლიან, რომ დოკუმენტი დამუშავებას და იმ პროგრამების გათვალისწინებას საჭიროებს, რომლებიც გასული წლის პრიორიტეტს წარმოადგენდა. იპოთეკური სესხების მქონე პირების შეღავათიანი კრედიტებით უზრუნველყოფა, სტადიონების, სპორტული ბაზებისა და საჯარო სკოლების მშენებლობა, მუნიციპალური საავადმყოფოების რეაბილიტაცია. ეს იმ პროგრამების ჩამონათვალია, რომელთა შეჩერებასაც პოლიტიკური უმცირესობის წარმომადგენლები დაუსჩვებლად მიიჩნევენ და ხელისუფლებას დროულ რეაგირებას თხოვენ. რასაც ხდებენ აღნიშნულთან დაკავშირებით აჭარის მთავრობაში, მათ ეს მომდევნო გამოშვებაში შეიტყვეთ. რესპუბლიკური ბიუჯეტი ასრულებს თავის ფუნქციას და როლს უმაღლესი სასწავლებლების განვითარების ხელშეწყობაში ასრულებდა ყოველ შემთხვევაში აქამდე 2014 წელს არ იგეგმება არც ერთი უმაღლესი სასწავლებლის დამატებითი ფინანსირება. მუნიციპალური საავადმყოფოების მშენებლობის ბედიც გაურკვეველია. აფინანსდება მთელი რიგი სფეროები და ახალი პროგრამები და ამავე დროს არ იგეგმება არც ერთი საჯარო სკოლის მშენებლობა.